Hola, buenos días. გამარჯობათ. დღეს მე მინდა ორი ტექსტი გავიარო თქვენთან ერთად. პირველი ეს იქნება პატარა ტექსტი, რომელშიც ერთი მეგობარი მეორე თავის მეგობარს აჩვენებს თავის საოჯახო ფოტოებს. და აქ ჩვენ გავივლით სიტყვებს, რომლებიც გამოხატავს ნათესაურ კავშირებს. ანუ დედა, მამა, შვილი, ძმისშვილი, დიშვილი, რაღაცა დეიდა, მამიდა და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი გავიმეოროთ კარგად და შემდეგ მეორე ტექსტი გვექნება უკვე მეგობრების სახში შეიკრიბნენ და უკვეთავენ პიცას ტელეფონით. ესეც გამოგადგებათ აუცილებლად ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასე რომ დავიწყოთ. Elena enseña a su nueva amiga Laura las fotos de su familia. ადვილია ხო ყველაფერი აღარ გადავთარგმნით თქვენ თვითონ უკვე გესმით 94 გაკვეთილი გვაქვს და მოკლედ დავიწყოთ. Mira, esta soy yo con Eduardo, mi marido. Y esta es mi hija, Natalia. Tiene 6 meses. Nació en abril. Este es mi padre y esta es mi madre. Son muy jóvenes, ¿no? Sí. Esta es mi hermana. Se llama Lucía. ¿Está casada? No. Y este es mi hermano Juan con su mujer. Está embarazada. Embarazada, ფეხმძიმე არის, ხო? ეს მაინც შეგახსენეთ. ინგლისური embarrassed სხვა რაღაცას ნიშნავს. და არ შეგეშალოთ, იმიტომ რომ აქ მეც ძალიან ბევრჯერ დაუბნეულ ვარ დასაწყისში, როდესაც ესპანურ ენას ვსწავლობდი. ბევრი სიტყვა არის ესპანურ ენაში, რომელიც გავს ინგლისურს, ან ზუსტად ინგლისურისნაირია და ზოგჯერ შეცდომაში შეყავხარ. ასეთ სიტყვებს ქვია falsos amigos, ხალბი მეგობრები. ანუ მაგალითად exit რო არის სიტყვა ესპანურში, ინგლისური exit გეგონება რომ ერთ და იგივეა და exit-ო გეგონება გასასვლელი, ხო? როგორც ინგლისურში exit გასასვლელია. ამ დროს exit-ო არის წარმატება ესპანურად, თუ სხვა რაღაცას ნიშნავს. ასე რომ ასეთ რაღაცას ყურადღება მიაქციეთ ხოლმე, აუცილებლად და ფრთხილად იყავით. Está embarazada, ფეხმძიმეთ არის. Sí, de 8 meses. Va a dar a luz el mes que viene. Dar a luz არის გაჩენა ბავშვის. Y esta niña es mi sobrina, la hija de mi hermano David. ხო, ანუ sobrina არის ძმისშვილი. ან დიშვილი შეიძლება იყოს sobrina. Sobrino შესაბამისად იქნება თუ თვითონ ის დიშვილი ან ძმისშვილი ბიჭია. Y este señor es mi suegro. Está viudo. Es ჩემი მამამთილია, ქვრივია. Su mujer murió el año pasado. Y esta señora tan graciosa es mi abuela. Se llama Marta. და ეს ძალიან ელეგანტური სენიორა, ანუ ხალბატონი არის ჩემი ბებია, მარტა ქვიაო. ეხლა graciosa-ს რაც შეეხება, ამ სიტყვას აქვს ორი სხვადასხვა მნიშვნელობა. ერთი არის გრაციოზული, ელეგანტური, ხო, რაც პრინციპში სიტყვიდან ჩანს და ადვილი გამოსაცნობია და მეორე მნიშვნელობა მისი არის სასაცილო. უბრალოდ სასაცილო. ამასაც graciosa-ს ეძახიან. Siempre dice sus chistes no son graciosos. იტყვიან ხოლმე მის ხუმრობები არ არის სასაცილო. ხო? Gracioso შეიძლება ნიშნავდეს უბრალოდ სასაცილოს. Tiene gracia იტყვიან ხოლმე ადამიანზე, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ხშირად ამბობს სასაცილო რაღაცებს და ხშირად კარგ ხასიათზეა და ასე შემდეგ. იტყვიან ხოლმე ასეთ ადამიანზე, რომ tiene gracia. ხო? გასაგებია, ხო? ეს რაღაცა უცნაური რაღაცა არის. Es muy mayor, ძალიან მოხუციაო. ¿Cuántos años tiene? 89. Bueno, casi 90. Su cumpleaños es la semana que viene. თითქმის 90-ის არის მისი დაბადების დღე მომავალ კვირაშია. Vaya, pues está fenomenal. ესე იგი კარგად გამოიყურება. Está fenomenal. კარგად, ანუ კარგად ფენომენალურად გამოიყურება ადამიანი, ხო? Vaya არის გაკვირვების გამომხატველი სიტყვა. Sí, y dice que está enamorada y que se quiere casar. ამბობს რომ შეყვარებულია და გათხოვება უნდა. En serio? Sí, chica, sí. ერთ რაღაცას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ აუცილებლად რომ აი ჩვენ ვაუბრობთ სიძე მაგალითად, ხო? სიძე შეიძლება იყოს ორნაირი. ერთი შეიძლება იყოს სიძე როგორც შვილის ქმარი, ხო? და მეორე სიძე არის დის ქმარი, ან დეიდაშვილის ან ბიძაშვილის ქმარი ასევე. ანუ ესე პირობითად რო ვთქვათ, პატარა სიძე და დიდი სიძე. ხო? ესე რომ დავარქვათ პირობითად. ესპანურ ენაში აი ეს ორი სიძე სხვადასხვანაირად მოიხსენიება, სხვადასხვა სიტყვებით მოიხსენიება. მაგალითად, cuñado
არის სიძე, როგორც ძმის უпростоრად დისქმარი, ხო, ან დედაშვილის ქმარი და ასე შემდეგ, ან კუნიადო შეიძლება იყოს კიდე მაზლი, ხო, ну აი ასეთი ნათესაობა არის. შეიძლება იყოს ცოლის ძმაც კუნიადო არის, ასევე, ხო? მაგრამ თუ საუბარია შვილის ქმარზე, მაშინ ეს უკვე არის ჯერნო. ხო? და შესაბამისად რძალი იქნება ჯერნა, შვილის ცოლი და ის კუნიადოს მდედრობით იქნება კუნიადა. ხო, ну ეს როგორც ხდება ხოლმე ესპანურში ყველაფერს აქვს თავისი მდედრობითი სქესი და ამბობითი, ხო? აი ეს გაითვალისწინეთ. Bueno, pues 3 amigos están en casa de uno de ellos. ერთ-ერთი მათგანის სახლში არიან, სამი მეგობარი და quieren pedir una pizza. Pizza შეკვეთა უნდა და ნახოთ აქ როგორ საუბრობენ ერთმანეთში. Tengo hambre. შია, ხო? Y yo, მეც. აი აქ მას მიაქცევთ ყურადღება. Yo también შეიძლება თქვა, მაგრამ უფრო სალაპარაკო და უფრო ლაკონური გამოთქმარი y yo. ხო? და მე. ასეც ითქმება ესპანურში, თუ უნდა თქვა რომ მეც. ხო? ქართულში ეს დამე არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ მეც ეს უკვე ლაკონური არის და მეტი ლაკონურობა რაღაც საჭიროა, ხო? ამიტომ აი ესე არის yo también y yo. ესეც იგივე არის, რაც yo también. Preparo unos pinchos de chorizo y jamón. მოამზადო პინჩოები, ჩორისოთ და ხამონით. ეს ვინც ესპანეთში ხართ ან ნამყოფი ხართ, გეცოდინებათ ეს რა არის. ჩორისო რა არის, იცით ალბათ, ხამონი რა არის, ესეც იცით, ეს არის ძეხულის და რაღაც ვიჩინის ნაირსახეობები, ხო? და პინჩოს არის ესეთი პატარა პურზე რაღაცა დადებ და პატარა ზაკუსკას რო ეძახიან რა. მაბადეთ ამ ბარბარიზმისთვის, ხო, მისაყოლებელი რაღაცა იმაზე არის ლუდზე ან რაღაცაზე პატარ-პატარა იმას მიაყოლებენ ხოლმე, ამას ეძახიან პინჩოს. No, pinchos no. Pido una pizza. Pizza შევუკვეთო? Vale, კარგი. Vale არის თანხმობის გამომხატველი სიტყვა. კიდევ ერთ რაღაცას მიაქციეთ ყურადღება, რომ პიცა გამოითქმის პიცა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანურ ენაში ბგერა ც არ არსებობს, ხო? ეს მაინც პიცად გამოითქმება და ყოველთვის ყველა სიტყვაში, რომელშიც ორი ც და ერთმანეთს მოსდევს, ერთად არის. გამოითქმება როგორც ც. ასეთი სიტყვები ესპანურში არ არის, არის ძირითადად უცხოური წარმოშობის. ამ შემთხვევაში ეს არის იტალიური სიტყვა და ამიტომ პიცა არის, ხო? Pues voy a llamar a pizza buena. Pizza buena-ში დავრეკავო. Pido una real, სამეფო შევუკვეთო? Está muy buena. ძალიან გემრიელია. აქაც გავამახვილებ თქვენ ყურადღებას. Está buena და es buena. ორი სხვადასხვა რაღაცა. Es buena არის, როდესაც ამბობ რომ უბრალოდ რაღაცა კარგია. Está buena უკვე ნიშნავს რომ გემრიელია. ხო? საჭმელზე ვიძახით. აი ეს განსხვავება. მეორე სიტყვა გემრიელობის აღმნიშვნელი არის rico, რომელიც ასევე ნიშნავს მდიდარს. და აქაც იგივე განსხვავებაა. გააჩნია რომელ ყოფნას დაუწერთ წინ. ანუ თუ დაუწერეთ ყოფნას ეს rico ნიშნავს რომ მდიდარია. Mi vecino es muy rico, ჩემი მეზობელი ძალიან მდიდარია. მაგრამ თუ იტყვით რომ está rico, ეს უკვე ნიშნავს რომ არის გემრიელი. Esta pizza está muy rica. ეს პიცა არის ძალიან გემრიელი. აი ეს სხვაობაა. Es la especialidad de la casa. ანუ საფირმო კერძი არის. გაცემათ. Especialidad de la casa არის საფირმო კერძი. Lleva tomate, მოყვება. ანუ მოყვება lleva, ანუ ზემოდან აქვს, ხო? Pomidori, tomate natural. ბუნებრივი პომიდორი, atún არის ტუნა. ეს თევზი. Espárragos არის სატაცური. Aceitunas, ზეთისხილი, cebolla y queso. ხახვი და ყველი. Perfecto. შესანიშნავი. Pizza buena, buenas noches. გაისმა ორმელში, ხო? Buenas noches. Quiero pedir una pizza real para 3 personas. მინდა შევუკვეთო სამეფო პიცა 3 ადამიანისთვის. Muy bien, su nombre y su dirección, por favor. თქვენი სახელი და მისამართი თუ შეიძლება. José Rodríguez, calle del Carmen, número 8, tercero derecha. Tercero derecha, ნიშნავს ალბათ მესამე კარი მარჯვნივ. სხვა რას უნდა ნიშნავდეს აბეცი. Teléfono 91-440-5863. Muchas gracias. Adiós. Adiós. Chicos, ya viene la pizza. Pongo la mesa. გავაწყობ მაგიდას. Poner la mesa. Poner დადება. Poner la mesa შეიძლება ნიშნავდეს მაგიდის სადმე დადგმას, ხო? ასევე ნიშნავს მაგიდის გაწყობას. Pongo la mesa, მაგიდას გავაწყობ.
Y yo voy a abrir una botella de Rioja. მე კი გავხსნი Riojas bottles. Rioja არის წითელი ღვინო, ესპანური ძალიან კარგი. ხო, ეხლა კიდევ რაზე მინდოდა გამახვილებინა ყურადღება. Chicos, ya viene la pizza. Chicos, ხო, მამრობით სქესში თქვა. მიუხედავად იმისა, რომ სურათზე როგორც ჩანს, აქ ერთი გოგო არის და ორი ბიჭი, თუ ეს მეორეც გოგო არის, კარგად არ ჩანს. ანუ, როდესაც შერეულია სქესები, ხო, ამ დროს ვიყენებთ მამრობით სქესს გრამატიკულს. მაგალითად, მე და ჩემი მეუღლე ესპანეთში რო ვიყავით, მაშინ რო ქვია აეროპორტში დამლაგებელს შემთხვევით ხელს უშლიდით რაღაცა გზაზე ვიდექით და უკნიდან დაგვიძახა სენიორეს por favor ანუ მამრობით სქესში მოგმართა ორ ადამიანს ქალს და კაცს ხო ეს ასეთი წესი არის ესპანურ ენაში ყოველთვის როდესაც შერეულია ანუ კაციც არის და ქალიც ერთი კაციც როერიოს მეორე ხალხი როცა არის უკვე მამრობით სქესში მიმართავენ. სხვადასხვა ამაზე დიდი ამბავი აქვს ატეხილი ფემინისტებს ესპანეთში და ზოგადად ესპანურ ენოვან ქვეყნებში და ეხლა მოიგონეს რაღაცა lenguaje inclusivo. ინკლუზიური საუბარი, ინკლუზიური ენა და ცდილობენ რომ ამას აპროტესტებენ მოკლედ რა რომ რატო არის რომ როდესაც ბევრი ადამიანია და ერთი კაციც როერიოს და სუქალები იყვნენ დანარჩენი რატო ამბობთ მამრობით სქესში და ეს ქალთა უფლებების დარღვევა და რაღაც სისულელე მოკლედ და ამაზე სისულელე რომ უწოდე იმედია არავის შეურაცხყოფა არ მივაყენე იმიტომ რომ ამაზე ესპანეთის სამეფო აკადემიაც ყოველთვის განმარტებას აკეთებს რომ ეს არ ნიშნავს რომ არის რაღაცა ქალთა უფლებების დარღვევა, იმიტომ რომ ეს უბრალოდ გრამატიკული წესია ესპანურ ენაში და ესეთი წესი არა მარტო ესპანურ ენაშია, ფრანგულშიც ასეა, იტალიურშიც ასეა, ყველა ენაში, რომელშიც არსებობს დედრობითი და მამრობითი სქესი გრამატიკული, ხო? ხო და ახლა მოიგონეს, ბევრი რაღაცა იგონებს ისეთ რაღაცას რა, მაგალითად ცდილობს რომ ეს დაბოლოება მამრობითი სქესის და დედრობითი სქესის აღნიშვნელი საერთოდ გააქროს ესპანურ ენიდან და ბევრი ადამიანი ესე აიტაცა ბევრმა რა ახლა იმდენმა არა რომ რაღაც გადამწყვეტი მნიშვნელობა კონდეს მაგრამ აიტაცა ეს რაღაცა ტენდენცია რომ მაგალითად მიუხედავად იმის მაგივრად რომ მიმართოს ბევრ ადამიანს როგორც კომპანიეროს ან ამიგოს ხო ამბობს ამიგეს რომელშიც არ იგულისხმება არც დედრობითი არც მამრობითი სქესი არ სისულელე რაღაცა ჩემი აზრით რა თქმა უნდა იმიტომ რომ ახლა ესპანურ ენაში კი ბატონო უზე დამთავრებული სიტყვა მამრობით სქესს გამოხატავს აზე მდედრობით სქესს ძირითადად მაგრამ ესპანურ ენაში არის ძალიან ბევრი სიტყვა ისეთი რომელიც აზე მთავრდება მაგრამ ის მამრობით სქესაც ეხება ტურისტა პიანისტა მაგალითად ხო რაც ჩვენ გავიარეთ ხო და მეცაც გეტყვით არსებობს ესეთი სიტყვები ესპანურ ენაში რომელიც მდედრობითი სქესის არის ანუ არტიკლიც მდედრობითი სქესის აქვს და გამოიყენება იმ შემთხვევაშიც კი თუ საუბრობთ მამაკაცზე მაგალითად la víctima მსხვერპლი ერთი la víctimas ერთი ფორმა აქვს მარტო მდედრობითი სქესი და ის თუნდაც ის მსხვერპლი მამაკაცი იყოს მაინც la víctimas ვეძახით ხო ან მეორე ვარიანტი არის კიდე la persona ადამიანი პიროვნება ესეც პერსონაც ესეც მხოლოდ მდედრობითი სქესის სიტყვაა და მამაკაცებს la personas ვეძახით შესაბამისად აი ეს ენა არ გამოხატავს აუცილებლად იმას რა ქვია რაღაც ჩაგვრას მდედრობითი სქესის, უბრალოდ ესე არის მიღებული, ესე არის მოდის საუკუნეების განმავლობაში, რომ შერეული როცა არის სქესები, მაშინ ვიყენებთ გრამატიკულ მამრობით სქესს, ეს არის და ეს. მოკლედ ბევრი ვილაპარაკეთ ძალიან ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ხუთშაბათს. ნახვამდის.